Салам მეგობრებო, საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს გმირზე უნდა ვისაუბროთ დღეს ბატონ მერაბ მინდიაშვილზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რუს სამხედროებთან ერთად მოკლეს უდიდესი წამებით და მინდა მოგიყვეთ იმაზე თუ რა მოხდა და როგორ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ძალიან კარგად საქართველოს ერთ-ერთ თანამედროვე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს გმირს. ჩვენ როგორც ვიცით, ცხინვალის რეგიონში, ანუ ეგრეთ წოდებულ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში, რომელსაც რეალურად არასოდეს არ უარსებია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა ამ ოლქის ბრჭყალებში, იმიტომ რომ არსებობს ერთ-ერთი ავტონომია ოსების, ეს არის მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და სამხრეთი არის სრულად გამოგონილი ტერმინი და ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე დეკადის წინ სულ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობდა მათივე აღწერით და რუსი მკვლევრების აღწერით სულ რამოდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა მაშინ ცხინვალის რეგიონში და რა ის სამხრეთ ოსეთის ოლქსია საუბარი საერთოდ, მაგრამ მოდით დავრჩეთ დღეს ჩვენ საუბრის თემაზე, როდესაც გვიან 80-იან წლებში ვითარება რთულდებოდა და უკვე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა ზვიადის მირების ხელმძღვანელობით, მაშინ მთელ საქართველოში დაიძრა ეს პროცესები და საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში აი ამ ახალი ძალის იმედი ისახებოდა. აი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ცხინვალის რეგიონში, მაშინ ბატონი მერაბ მინდიაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი ეს თავისი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. აქვე მიოქციოთ ყურადღება რომ მისი მეუღლე იყო იმ პერიოდში მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმეთ, ანუ სამი შვილი გვეყავდათ და მეოთხე ბავშვს ველოდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მაშინ ძალიან დიდი წიოკი მიმდინარეობდა ქართულ სოფლებში, განსაკუთრებით ოკუპირებულ, დღეს უკვე ოკუპირებულ აფხაზეთის კუთხესა და ცხინვალის რეგიონში აწილკებდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომელთა დიდი ნაწილი იყო შევიარაღებელი. მაშინ იყო დიდი არეულობა და რასაკურველი ახლა ვინ იზრუნებდა ფიზიკურად ქართველების იარაღის მომარაგებაზე და ესეთი კონკრეტული ინდივიდები იღებდნენ საკუთარ თავზე ამ სარისკო საქმეს. ისინი ახდენდნენ მოსახლეობის შეიარაღებას და მათთვის საჭირო თავდაცვის საშუალებების მიწოდებას. და სწორედ ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მასზე გამოაცხადეს უდიდესი დევნა მისი მოკლის ფორმებზე და მის მკვლელობაზე ჯილდოც კი იყო, უფრო სწორად მის მკვლელობაზე ჯილდოც კი იყო გამოცხადებული და ერთ-ერთ საღამოს როდესაც იგი ბრუნდებოდა თავის ქვისხთან ერთად სოფელ ერედვის მიდამოებში, თვითონ ქემერტედან იყო, მაგრამ სოფელ ერედვის მიდამოებში, როდესაც ის ბრუნდებოდა და როგორც მისი ოჯახი იხსენებს, იმ დღეს საერთოდ შევიარაღებელიც კი გამოვიდა, თავს დაადგა ეს ჩვენი ძვირფასი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ალბათ სახელები და გვარები მე რამდენადაც ვიცი არ არის ცნობილი, შეიძლება მე ვერ მოვიძიე და თუ თქვენ გაქვთ ამაზე ცნობა აი ამ დაჯგუფების კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა და ვინ ხელმძღვანელობდა ამ დაჯგუფებას. მოკლედ თითქოს აქ უკვე ისახება საქართველოს სახეა იმ მომენტში მერაბ მინდიაშვილი, რომელსაც იპყრობენ, რომელსაც გაკოჭავენ, ჯერ დაჭრეს. მისი სიძე ქვისლი უკაცრავად ადგილზე ისროლეს და ადგილზევე მოკლეს. მერაბი არ ტოვებს მაშინ დაჭრილ ქვისლს და როდესაც აი ამ დაჭრილ ადამიანს თავზე ადგენენ, ახდენენ მის გაკოჭვას, კუნძზე მიბმას უსასტიკესი ფორმებით წამებას. ეხლა გრაფიკულ დეტალებში რა ფორმებით ეწამებენ, ამაზე შეძლო ვფიქრობ, რომ ამ ფორმატისთვის ალბათ არ გვსურს დღეს ამაზე ფოკუსირება და როდესაც აი ასე ვთქვათ, გული იჯერეს ამ ადამიანის წამების უსასტიკესი ფორმებით, მაშინ თავზე ჩამოაწვეს ტომარა, საბურავი და ცეცხლი წაუკიდეს. ეს არის უდიდესი ისტორია, რომელსაც სულ უნდა ვსაუბრობდეთ, სულ უნდა როგორც აი მაგალითი, როგორც აი უდიდესი იმედისა და შემართების მომცემი, რომ ეს ქვეყანა რა ქვეყნის შვილები ვართ და საით უნდა მივდიოდეთ და რა გზას უნდა ვადგეთ, მაგრამ აქ ისტორია არ მთავრდება, აქ არის კიდევ ერთი უდიდესი ნაწილი, როდესაც უკვე მერაბი სიკვდილის პირას იყო მისული ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ის მღეროდა შავლეკოს, ეს არის ქართული საგმირო სიმღერა, რომელიც მერაბ კოსტავას ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას წარმოადგენდა და აი ამაზე მახსენდება ზვიადაურის სიტყვების უმარ მასპინძლიდან, როდესაც მას ის უკვე შეიპყრეს ქისტებმა, ჯოყოლაც ვეღარ ეხმარება, ის უკვე შეყრობილი ყავთ ქისტებს, მიყავთ სასაფლაოზე და აი უკვე ხმლის ჩარჭობამდე, იმიტომ რომ ხმლით უნდა განგმირონის გაკოჭილი სასაფლაოზე, აი არ ჭობენ და აი მას არანაირი უკან დახევა, არანაირი შიში. მისი ბოლო სიტყვები, რომელიც აღმოხდა, იყო ის, რომ ძაღლ იყოს თქვენ სამკვდრისას და ეს
ქართული ხასიათი, ეს ძალიან ამიტომ ვამბობ, რომ იმ მომენტში და იმ მომენტიდან დღემდე და სამარადისოდ სანამ საქართველო იარსებებს მანამდე მერაბ მინდიაშვილი იქნება საქართველოს სახე და საქართველოს როგორც ერთ-ერთი მთავარი სახე პერსონაჟი, რომელიც რეალურად სიმბოლურად გამოსახავს იმ რეალობას, რაზეც ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ და რასაც ჩვენ გვინდა რომ შევადაროთ.